კარი ყველა თქვენთაგანის არის ღია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. 73 წელიწადი ეს იმდენი ხელა დროა წლებზე გადავამრავლებ ბავშვების ოდენობას. არ ბევრი ჩვენი სასიხარულო ძალიან ცნობილია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და სამინისტრო ezeri არიან. Calmებით პროკურორის პოლიცია გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. Დანიშნული მოვლენა სასაწყოა სასწავლებლის დაწყება და ის ნომინაცია, რომელიც დიდი მადლობა, პატარა ვიყავი ძალიან აქ რომ მოვედი და აი ამ სცენაზე პირველად ჩერი და რომ გავაკეთე ფუნქციას გარკვეულ. ისე მიხარია ესეთი გახარებული ვარ რომ ვიყურებ და გამახსენდა და ჩოხამაცია. ასე რომ ეროვნულ ტანსაცმელში ვარ გაზრდილი. გილოცავთ. ეს არის თქვენთვის მილოცვა და ყველა ჩვენთაგანის სახელით ვიძოდეს. არსებობდა ასეთი კლუბი, ინტერნაციონალური მეგობრობის კლუბი და მისი პრეზიდენტი ვიყავი. ეს და ვიდა რომ ჩვენ სასახლის ახლად გახსნილ მუზეუმში აქ არის ბატონ ნოდარი, მე ძალიან ლამაზ ადგილს დაიკავთ. ახალ გახსნილ სასახლის მუზეუმს. ძალიან კარგი ადამიანები და მოხალხეები გაიზრდებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ. ზემოთ. ავციეთ. ეს ჰაერზე დათქვამი სიტყვები არ არის, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები. დღევანდელი დღე არის ამაღელვებელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებისათვის. რამდენადაც დღეს პირველი სასწავლო დღე არის, სასწავლო წელი გაიხსნა მათთვის. იმავდროულად მე მოხარული ვარ რომ მომიწე აქ ყოფნა, გამომდინარე იქიდან რომ მეც იყო დრო, როდესაც ერთ-ერთ წრეში მეც მონაწილეობდი. ძალიან ტკბილად მახსოვს გატარებული წლები, მახსოვს ჩემი პედაგოგები და ასევე მივესალმები რომ დღევანდელ დღეს სასახლეში გაჩნდა იდეა რომ დაჯილდოებულიყვნენ წარმატებული სასახლელები. და ეს პატივი ერგო დღევანდელ დღეს პირველი თაობის სასახლეს ესე თქვა ომარ მხეიძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ცეკვის განვითარებაში. ეს არის დიდი მაესტრო ცეკვის. მარიკა დარჩია, რომელიც არის წარმატებული ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი ძალიან საინტერესო გამომცემლობის, რომელსაც პალიტრა ქვია და დავით ლორთქიფანიძე, არქეოლოგია, აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი. მათ ძალიან ტკბილად მოიხსენიეს ეს გატარებული წლები და მათი სახით ახალგაზრდებმა ნახეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიც საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აკისრია. მივესალმები ამ ინიციატივას, წარმატებას უსურვებ ბავშვებს და ყველა შემდგომ წარმატებულ სასახლელებს. უკვე 73 წელია, რაც სასახლე ყოველწლიურად ბავშვებს იღებს და კარს უხდის სასახლეში მისაღება და ტრადიციულად ჩვენ წელს რასაკვირველია აღვნიშნეთ ახალი სასწავლო წლის გახსნა, დროშის აწევით, ჰიმნით და რომ გადავხედეთ ამ წარსულ პერიოდს, აღმოვაჩინეთ რომ ძალიან ბევრი სასახლელი რომელმაც დაამთავრა, სასახლე არის წარმატებული თავის ცხოვრებით დაამტკიცა, თავისი საქმიანობით დაამტკიცა და ეს ძალიან დიდი წილი სასახლის ხრებზე იყო დადებული. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ წელს ახალი ნომინაცია სასახლის ქონებოდა წარმატებული ადამიანის, წარმატებული სასახლელის, რომელსაც 3 ადამიანი ამოვარჩიეთ ამ დიდი არმია ადამიანებისგან. ისინი არიან ქალბატონი მარიკა დარჩია, ბატონი დავით ლორთქიფანიძე და ბატონი ომარ მხეიძე. მე მათ ძალიან დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ საპატიო წოდების მიღებას და ასევე ბავშვები დავაჯილდოვებთ როგორც წარმატებული წლის წარმატებული ბავშვები. იცით რა არის ძალიან კარგად მაგონდება სასახლეში გატარებული წლები, იმიტომ რომ ეს კლუბი, ინტერნაციონალური მეგობრობის კლუბი იყო რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ აგროვებდნენ, იცით როგორ პიონერული იმით კი არა. ვიცოდით თუ არა უცხო ენები, იმიტომ რომ უნდა შევხვედროდით სტუმრებს, უნდა გვენახებინა სასახლე. და ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ვიღა ირანის შახს დავხვდი, მახსოვს და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ვიღა ძალიან მაღალი დონის დელეგაციები მოდიოდნენ და
ეს იყო რაღაცა სრულიად სხვა გამოცდილება იმ დროისთვის. და შესანიშნავი ურთიერთობები და ძალიან კარგი პერიოდი და ძალიან მეამაყება ამ წოდების მიღება მართალი გითხრათ. და ძალიან მადლიერია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ჩვენი დაჯილდოებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ერთგვარი мотиваცია, რომ გავაგრძელოთ ასე კარგად სწავლა და ძალიან გამიხარდებოდა თუ ყოველ წელს გაგრძელდება მოსწავლეების დაჯილდოება.